მომავალ წელს არის ყველაზე კრიტიკული არჩევნები ევროკავშირში, ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტობის არჩევნები, როდესაც მაკრონს ვადა გაზდის და მთავარი ფავორიტი არის ჟოზეფ ბარდელა, მარი ლე პენის კანდიდატი. ხა საფრანგეთში თუ ბარდელა პრეზიდენტად ეს იქნება 100-ჯერ უფრო დიდი მნიშვნელობის, ვიდრე ორბანი იქნებოდა თუ არა უნგრეთში, იმიტომ რომ საფრანგეთი არის დამფუძნებელი ქვეყანა, გერმანიასთან ერთად ნომერ პირველი სახელმწიფო, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის რაობას. ჩვენთვის რას ნიშნავს დაუშვათ აი ეს ტრანსფორმაცია, რასაც ჩვენ საუბრობ, მოხდა ცვლილებები სხვადასხვა ქვეყანაში და ასეთი ტიპის ლიდერების მოსვლა ჩვენთვის რას ცვლის საქართველოს? მსგავსი ალტერნატიული ლიდერები ხშირად ევროპულ პოლიტიკაში აბრუნებენ პრაგმატულობას, რომლისგანაც დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკა საკმაოდ მოწყვეტილია, ხო? პრაგმატიზმი ნიშნავს გარკვეულწილად პირველი ეს არის უსაფრთხოების საკითხის მოგვარებას, ანუ რაღაცა სამშვიდობო პოლიტიკების დაბრუნებას ორგანიზაციაში, ანუ იგივე ეკონომიკური განვითარების დაბრუნებას, ენერგოსტაბილურობის შექმნას. მსგავსი პოლიტიკები გარკვეულწილად აი ამ წნეხს, რომელიც არსებობს მაგალითად ჩვენზე, ხო, ევროკავშირისგან, შეიძლება ეს წნეხი შეასუსტოს. დაჟინებული მოთხოვნები, რომ შენ ასე უნაქნა, შენ ისე უნაქნა, მსგავსმა ლიდერებმა შეიძლება არ მოითხოვონ სუვერენულობის პრაქტიკულად განულება წევრ სახელმწიფოებს.